რამდენად სერიოზულია საფრთხე, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ორი დღის წინ, როცა ეს ამბავი გავრცელდა, იქვე რადიო თავისუფლების მასალაში გამოყენებული იყო ევროკავშირის კომისარიატის მაღალჩინოსნის ინკოგნიტო ფიგურის, მაგრამ განცხადება, ციტირება, რომ ჩვენ გვინდა ქართველებმა გაიგონ, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა. ციტირება ეს ფრაზა იყო გამოყენებული, როგორც ჩანს, მათ გაუჩნდათ ამის აუცილებლობა, ფიქრობენ ალბათ, რომ ეს ხალხი სერიოზულად ვერ იაზრებს რა ხასთან არის მისული ეს პროცესი, მინდა რომ მაყურებელმაც გაიგოს, რა მართლაც ტექნიკურ და პოლიტიკურ ფაზაშია შესული ეს პროცესი. მოდით, გიორგი, თქვენი დავიწყოთ და შემდეგ თქვენც მოგესალმებით. მოგესალმები, ტელემაყურებელს მივესალმები. კი, მართლაც ძალიან საშიშ ფაზაში გადადის ეს ყველაფერი და უიზო მიმოსვლა, რომელიც არის ყველაზე დიდი მიღწევა, ხელშესახები მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე, რაც საქართველოს მიიღო პრაქტიკულად, ეს არის უიზო მიმოსვლა, რომელიც შეიძლება ძალიან მალე, დაახლოებით 1 წლიან პერსპექტივაში დავკარგოთ. ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც საუბრობდა ბატონი პაპუაშვილი და ყველაფერი ყუილი თქვა ერთი რამის გარდა, რომ ეს მართლა ტექნიკური შეხვედრა. ანუ ეს შეხვედრა, ეს კონკრეტული 11 ივნისში, ხო, რომელიც იმართება მართლაც ტექნიკური შეხვედრა, რომელიც გამოიწვია სწორედ იმან, რომ ევროკავშირმა უკვე გააუქმა უიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის. შესაბამისად, როდესაც ასეთი რამ ხდება, უიზო მიმოსვლა ასე ვთქვათ, ჩერდება დროებით, ავტომატურად პროტოკოლურად ირთვება ინტენსიური დიალოგი ამ ქვეყანასთან. იმისათვის, რომ ევროკომისია ცდილობს, რომ შემდეგი 18 თვის განმავლობაში ამ სახელმწიფომ შეასრულოს რაღაც კონკრეტული, ანუ ის მიზეზები აღმოფხრას, რის გამოც ეს შეხვედრა დაინიშნა. შესაბამისად, ეს კონკრეტული შეხვედრა, რომელიც იქნება იმ მიზეზებზე, ანუ ასე ვთქვათ, დემოკრატიულ უკუსვლაზე, რაღაცა პოლიტიკურ პატიმრებზე, ადამიანის უფლებებზე და ასე შემდეგ, რის გამოც მოხდა დიპლომატებისთვის და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის უიზო მიმოსვლის შეჩერება. თუმცა აქ რატო არ არის მხოლოდ ტექნიკური ეს შეხვედრა და რატო არის ჩემი აზრით კიდევ უფრო საშიში ვიდრე ზოგადად პოლიტიკური განცხადებები, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, როდესაც არსებობს მიზეზები უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის, რა ვიცი, საზოგადოების კონკრეტული სეგმენტისთვის, ეს ნიშნავს, რომ არსებობს მიზეზები უკვე ოფიციალურად იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს მთლიანად მოსახლეობას. იმიტომ რომ იდენტური მიზეზით, რის გამოც ქართულ ოცნებას შეუჩერდა უვიზო მიმოსვლა, ზუსტად იმ მიზეზებით შესაძლოა შეუჩერდეს მთლიან ქვეყანასაც. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩვეულებრივი მოქალაქეები დღეს უვიზოდ დადიან ევროკავშირში, არის სწორედაც რომ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროპულმა საბჭომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იმაში გამოიხატა, რომ მიზეზების არსებობის და მიუხედავად მხოლოდ ქართულ ოცნებას დაუწესეს ეს სანქცია და არა საქართველოს მოქალაქეებს მთლიანად. თუმცა იმის გამო, რომ დღეს დე-ფაქტო ქართული ოცნება მართავს ამ ქვეყანას, შესაბამისად მათი გადაწყვეტილებებისთვის ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილებები აისახება მთლიანად ქვეყანას. ეხლა პროცედურულად შემდეგ სად მივდივართ, ხო? წლის ბოლოს და რამდენიმე თვეში ევროკავშირის ანუ შესაბამისი სამსახური, ანუ საბჭო, კომისია დადებს დასკვნას იმის შესახებ საქართველოს როგორ ასრულებს უვიზო მიმოსვლის მოთხოვნებს, რაც ძნელი მისახვედრი არ არის რა იქნება, იმიტომ რომ ერთხელ უკვე დადო ეს დასკვნა, ამის საფუძველზე გააუქმა სწორედ ეს გააუქმა რა შეაჩერა, შესაბამისად მე უკვე ამ დასკვნაზე დაყრდნობით, დასკვნა მარტო პაპუაშვილი როგორც ამბობ, ტექნიკური დეტალები არ არის. ანუ აი ამ დასკვნას შემდეგ მოყვება რეკომენდაცია, რომელსაც ევროკომისია ასე ვთქვათ, სთავაზობს ევროპულ საბჭოს. და ჩემი ანუ ასე ვთქვათ, გამოცდილებით და რა ვიცი, უკვე 20 წელია ვაკვირდები ევროპულ პოლიტიკას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, როდესაც საბჭო არ ითვალისწინებს კომისიის რეკომენდაციას. აქედან გამომდინარე, წლის ბოლოს თუ ევროკომისია დადებს უარყოფით დასკვნას საქართველოსთან მიმართებაში, რაც ძალიან მოსალოდნელია,
იმის ასე ვთქვათ იმედზე ყოფნა, რომ ევროპული საბჭო მერე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, ეს რაღაცა ძალიან რთული ამბავი მგონია. ამიტომ სამწუხაროდ ძალიან ახლოს ვართ უვიზო მინუსლის შეჩერებასთან. გიორგი, თქვენს მინდა კითხოთ ამაზე. თუ რაიმეს დავამატებდით გიორგის განმარტებებს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მოდი დავამატოთ რეალურად რა სიტყვენ ისინი. აი როცა გიორგი საუბრობს რომ რაღაც რეკომენდაციებს დადებენ და ეს დრო იქნება დეკემბრამდე, რომ სიტუაცია ნაწილობრივ მაინც შეიცვალოს, რომ შემსუბუქდეს რეკომენდაციების ეს ხარისხი და თუნდაც რაღაც პაუზა კვლავ იქნეს აღებული, რა არის ის მოთხოვნები სინამდვილეში, რასაც ევროკავშირი უყენებს საქართველოს და რისი შეუსრულებლობის გამოც არის, რომ ეს კაცრი ხაზი იქნა არჩეული სხვა შორის წლების მოთმინებისა და ლოდინის შემდეგ. გამარჯობა გიორგი, მივესალმები მაყურებელს. ევროკავშირი საკუთარ პოლიტიკაში საკმაოდ თანმიმდევრული არის. თავიდანვე ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ გამოაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი არ არის საქართველოს მოსახლეობის დასჯა ქართული ოცნების ქმედებების გამო. ამიტომ იყო გამოგონებული მთელი რიგი კაზუისტიკური მექანიზმი, მათ შორის ეს სავიზო და სერვის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ზუსტად ამიტომ იყო გამოგონილი, რომ გაგზავნილი იყო კონკრეტული გზავნილი ქართული ოცნებისადმი, ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტისადმი და ამავდროულად მიეცა დრო ქართულ ოცნებას, რომ გაეაზრებინა რამდენად სერიოზულად უყურებს ევროკავშირი ამ საკითხებს. რეალურად არსებობს სულ ორი მოთხოვნა, რომელიც აქვს ევროკავშირს. რა თქმა უნდა, არანაირი მესამე, მეოთხე ფრონტი, მარსიანელებთან დაპირისპირება, მარწყზე საკუთარი სუვერენიტეტის გაყიდვა, ან არ ვიცი, სხვა ხილზე თუ ბოსნეულზე, რა თქმა უნდა, ამაზე არანაირი საუბარი არ მიდის. საუბარი არის ორადორ რაღაცაზე. პირველი ის, რომ ის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადადგა, აქ საუბარი არის მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე, იმ სრულიად უაზრო, უსამართლო დრაკონულ კანონებზე, რომელთა დასტა მიიღო პარლამენტმა ბოლო პერიოდში, მათ გაუქმებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ვიცხოვროთ ნორმალურ, დემოკრატიულ, თანამედროვე და ევროპულ სახელმწიფოში, რაც შეუძლებელი არის ქართული ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში. ეს პირველი. მეორე, რაზეც არის საუბარი, არის იმ ანტიდასავლური რიტორიკის შეჩერება, რაც შეიძლება ეს მარწყვის რიტორიკა დავარქვათ, თუ გნებავთ, როდესაც ხდება სრულიად დემაგოგიური, გაუგებარი, მატყუარა ნარატივების და გზავნილების გავრცელება ევროკავშირთან დაკავშირებით. ის რომ ეს იყო ომის პარტია, ის რომ ევროკავშირი არის სუდი, საბჭოთა პროპაგანდის ყველა შტამპი, რაც კი არსებობდა, ყველაფერი გამოიყენა ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში და ზუსტად ამაზე არის საუბარი, რომ არ მოხდეს საქართველოში ამ რუსული ნარატივების გაძლიერება, რომელთა მთავარი მიზანი არის ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების და ღირებულების საბოლოო განადგურება და საქართველოს გადაქცევა ესეთ ცენტრალურ აზიაში არსებულ ავტოკრატიულ დიქტატურად, ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, სადაც ერთი ადამიანი იღებს ყველა გადაწყვეტილებას, ოპოზიცია არ არსებობს, სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და არსებობს მხოლოდ ერთი დიადი პარტია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას შეჭამ თუ არა დღეს მარცხს. სხვა შორის მარცხთან დაკავშირებით დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოსთან ექსპორტირებულ პროდუქციის წილში 1%-საც კი არ აღწევს ქართული მარწყვის. რაც პრობლემაა, გიორგი. ასხოვებით მაგალითად. რაც პრობლემაა, იმიტომ თავისთავად, მაგრამ ისე კი, არა, ეს ძალიან კარგი ციფრი არის. საკოლაბორიდან და მე ეჭვება პაპუაშვილს ამაზე რამე წარმოდგენა ქონოდა, მაგრამ გასაგებია ეს მარწყვის საიდანაც მოიტანა, ამას დასაწყისში ბევრი ვისაუბრე. ჩემი შემდეგი კითხვა უკავშირდება თქვენს ახსნას ზუსტად იმ დღეს, როცა ეს ტექნიკურ-პოლიტიკური შეხვედრა ჩაინიშნა ბრიუსელში, შემთხვევითობა არის თუ არა, რომ უცბად ადგილობრივმა რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება და 25 ივნის დანიშნული სასამართლო პროცესი, აი ამ სრულიად აბსურდულ გახმაურებულ ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში, რომელთაგან ნაწილს 14 წლიანი მოხლებიც კი აქვს აყენებული, უცხოელებთან უბრალოდ კომუნიკაციის გამო, გადმოიტანა ზუსტად იმ დღეს, როცა ბრიუსელში ეს შეხვედრა უნდა გაიმართოს. თქვენ როგორ შეაფასებთ შემთხვევითობად ამ მოვლენას? ხო, ეს შემთხვევითობა ნამდვილად ვერ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა განსაკუთრებით ბრიუსელთან მიმართებაში
ასეთ რაღაცებს იმეორებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ამოცანა აღარ არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა, მათ აღარ აინტერესებს ევროპასთან დაახლოვება, შესაბამისად ცდილობენ, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ აღარ დაუტოვონ ევროკავშირს და კონკრეტულად ბრიუსელს სხვა არჩევანი თუ არა რაღაც მომენტში მართლაც შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მარტო უვიზო მიმოსვლა არ არის ეს, ანუ ამ ტრაექტორიაზე თუ გააგრძელა სვა საქართველოს ხელისუფლებამ, მარტო უვიზო მიმოსვლა კი არ შეჩერდება. აქ ვილაპარაკეთ ამ მარწყვლზე, მაგრამ ის ნებისმიერი ექსპორტი, რომელიც საქართველოსდან გადის, მარწყვლი იქნება, კივი იქნება და კიდე სხვა ევროკავშირში, თხილი ხო, თხილი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძირითადად დგას თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირთან და თავისუფალ ვაჭრობასაც თავისი პირობები აქვს. ანუ თუ იმეს გონია, რომ მარტო უვიზო მიმოსვლას აქვს თავისი პირობები და რაღაც დემოკრატიის ხარისხი იქნება ის თუ პოლიტიკური პატიმრები თუ და ასე შემდეგ, ხო, მარტო უვიზო მიმოსვლას ანაღლებს, ასე არ არის. ანუ ეგ ეხება თავისუფალ ვაჭრობასაც და საერთოდაც თუ უფრო ღრმად ჩავყვებით ასოცირების ხელშეკრულებაზე დგას ძალიან ბევრი რაღაცა და საქართველოს დღევანდელი მდგომარეობით, ანუ ქართული ოცნება უხეშად არღვევს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასე ვთქვათ, პირობებს, ხო? შესაბამისად, ეხლა ჩვენ რეალურად მივდივართ როგორ სპირალზე, რომ ქართული ოცნება გააგრძელებს მაქსიმალურად მიზეზების შექმნას იმისათვის, რომ ბრიუსელმა როდისღაც ეს ნაბიჯი გადადგას, შემდეგ ამას შეეცდებიან, რომ გამოიყენონ, რა ქვია, თავიანთი პროპაგანდისტვის და იტყვიან, რომ აი, ქართველი ხალხი დასაჯა ბრიუსელმა და ხო ამბობდით, რომ აი, ჩვენ ესე უსამართლოდ გვექცევიან, მსჯიან, აქამდე ჩვენ ხო ამბობთ, რომ ანუ საქართველოს კი არ სჯიან ქართულ ოცნებას, კონკრეტულად იმისთვის, რასაც აკეთებს, ხო? ახლა ანუ ქართულ ოცნებას უნდა რომ ეს ყველაფერი გადაიყვანოს, ცოტა უფრო გააფართოვოს და თქვას, რომ ანუ წაგვართვას, ასე ვთქვათ, სათქმელი, რომ აი მარტო ქართულ ოცნებას ერჩიან და უკვე აღარ საქართველოს მთელ მოსახლეობას ერჩიან, ბიზნესს ერჩიან და ასე შემდეგ, აი ამ სივრცეში უნდათ რომ ეს ყველაფერი გადაიყვანონ. მეორე ამბავი არის ბერკეტების საკითხი, ხო? ჯერჯერ ანუ თუ ხა რა თქმა უნდა სკეპტიკურად შეიძლება შევხედოთ უვიზო მიმოსვლას როგორც ბერკეტს ქართულ ოცნებაზე ზეგავლენის მოხდენის. მე მგონია რომ უვიზო მიმოსვლა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მან როგორ აი ბერკეტის მნიშვნელობა უკვე დაკარგა. ეს 2 წლის წინ რომ გამოიყენებინა ევროკავშირის საარჩევნების წინ და უვიზო მიმოსვლა რომ შეეჩერებინა, ამას ძალიან სერიოზული გავლენა ექნებოდა არჩევნებზეც და ქართულ ოცნებაზეც და ყველა დანარჩენზეც, მაგრამ დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც ქართული ოცნება უკვე არის რაღაცა დიქტატურის კონსოლიდაციის ფაზაში არის გადასული, აქ ეხა ევროკავშირი უვიზოს გააუქმებს თუ არა, ეს დიდად გავლენას ვერ მოახდენს ქართულ ოცნების პოლიტიკაზე. თუმცა ქართულ ოცნებას ურჩევნია, რომ ეს რაც მალე მოხდება, უკეთესია მისთვის. ყოველ შემთხვევაში ასე ხედავს და ასე გონია, იქიდან გამომდინარე, რომ მიაჩნია, რომ დღეს უვიზო მიმოსვლით შეჩერებით გაღიზიანებული საზოგადოება მას პრობლემებს უკვე ვეღარ შეუქმნის. 2 წლის წინ შეუქმნიდა. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, რომ დაასწრაფოს მოვლენები და თუ რამე მოსახდენია, მოდი ბარემ მოხდეს, ამოწუროს ევროკავშირმა თავისი, ასე ვთქვათ, მექანიზმები და საქართველოს მე იწყებს უკვე ტრანზაქციულ ურთიერთობას ევროკავშირთან. მე მგონია, რომ ქართული ოცნება ასე ხედავს აი ამ პროცესს. მათ შორის კიდევ ერთი არგუმენტი შენს კალათაში უკავშირდება ქართული ოცნების წარმოდგენას დღეს ქართული ოპოზიციის მდგომარეობაზე, ხო? ანუ სანამ ეგ თავისთავად მაგის ნაწილია. პრობლემებია, ის თulis რომ მას შეუძლია მსგავსი დარტყმები შედარებით უფრო ადვილად აიტანოს. თუმცა გიორგი, რაც ეხლა გიორგიმ თქვა ბერკეტთან დაკავშირებით, ჩვენ გვახსოვს რომ უვიზო მიმოსვლის აგრძელვის პერსპექტივაზე საუბარი აქტუალური გახდა მათ შორის იმის გამო, რომ ევროკავშირი ეფექტურად ვერ ახორციელებდა სასანქციო პოლიტიკას კონსენსუსის არარსებობის გამო, განსაკუთრებით უნგრეთის პოზიციონირების გამო. დღესდღეობით ეს პრობლემა მოხსნილი არის.
ხომ არ დადგება დღის წესრიგში ევროკომისიის პოლიტიკის ნაწილში უკვე სასანქციო პოლიტიკის უფრო აქტიურად გამოყენება სწორედ ქართული ოცნების იმ ფიგურების მიმართ, რომლებიც ამ პოლიტიკას თავს ახვევენ საქართველოს იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არაერთხელ გამოუხატია თავისი ნება და სურვილი გახდეს ევროპული ცივილიზაციის და ზოგადად სტრუქტურულად, ინსტიტუციონალურად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. კი, ნამდვილად ასე არის. ქართული ოცნების სრულიად არაადეკვატურმა საგარეო პოლიტიკამ მიგვიყვანა ჩვენ ამ მოცემულობამდე. ქართული ოცნება ბოლო პერიოდში რაზეც დადეს ფსონი არაფერმა არ გაამართლა. უნგრეთში იმედი ჰქონდათ, რომ მოიგებდა ორბანი, რა გვახსოვს, რამდენად ცდილობდნენ ამ ფსონის დადებას და როგორ აქებდნენ და ადიდებდნენ საკუთარ მხარდამჭერს და მე უცებ აღმოჩნდა, რომ არა, ორბანმა ვერ მოიგო. შემდეგ ახლა სომხეთში ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, არ მგონია რომ სჯეროდათ სომხეთში პრორუსული ოპოზიციის გამარჯვების, მაგრამ მაინც ეს იმედი ჰქონდათ, რომ იქნებ ფაჩინიანმა ისე ვერ მოიგოს, როგორც მოიგო. აქაც არ გაამართლა. შეერთებულ შტატებთან მიმართებით საერთოდ მოდი არ შევეხოთ ამ თემას. იანვრიდან მოყოლებული ჯერ სატელეფონო ზარების მოლოდინს და ახლაც რო გვპირდებოდნენ მაისში იქნება გარღვევა, ეს არ მომხდარა და საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ, რომ ყველა ქართული ოცნების ფსონი იყო სრულიად არაადეკვატური და სრულიად არასწორი. ორბანის შემთხვევაშიც ზუსტად ამას ხედავდით, ოცნებას იმედი ჰქონდა, რომ ორბანი აცდამარადის დაიცავდა მათ სასანქციო რეჟიმისგან. აღმოჩნდა, რომ ორბანის ძალაუფლება საკმაოდ პრობლემური იყო, არც ისე ძლიერი იყო, როგორც ფიქრობდნენ და ახლა რა თქმა უნდა ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია საგარეო პოლიტიკური განწყობილების მიღება და ქართულ ოცნებასთან მიმართებით უფრო მოქნილი, უფრო ეფექტური, უფრო ძლიერი სანქციების გამოყენება, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში მე ნამდვილად მგონია, რომ აუცილებლად დადგება. ამას ემატება შეერთებული შტატები, რომელიც ვახსენეთ, ახლახან იყო ერთი შეხვედრა, ამ შეხვედრაზეც შეერთებულ შტატებმა ძალიან ცალსახად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ქართული ოცნების მხრიდან ჩვენ არ გვინახავს ამაზე არანაირი ადეკვატური პასუხი ისევ და ისევ და საბოლოო ჯამში თუ ჩვენ მივიღებთ შეერთებული შტატების და ევროკავშირის ინტერესების თანხვედრას, რომელიც ქართული ოცნებისთვის არის ძალიან პრობლემური, ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ გაცილებით უფრო მეტ-ქმედით ნაბიჯს ოცნებასთან მიმართებით, იმიტომ რომ აი უნგრეთში მაგალითად ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის იყო გარკვეული გახლეჩა. ვაშინგტონი უფრო ორბანისკენ იყო, ბრიუსელი მადიარისკენ. ამიტომ მთლად ეფექტური საგარეო პოლიტიკა ორივესი იქ მაინც არ ყოფილა. სომხეთში პირიქით ჩვენ ვნახეთ, რომ შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოზიციონირება და ინტერესები სრულიად იყო დამთხოვებული, ორივე მხარი დაუჭირა ღიად საკმაოდ ფაშინიანს და ჩვენ ვნახეთ, რომ მან მოახერხა ამ შედეგის დადება. ანუ იქ, სადაც შეერთებული შტატების და ევროკავშირის ინტერესების თანხვედრა არის, იქ, სადაც ეს ორი გლობალური ძალა მოქმედებს ერთიანად, იქ ისინი დებენ შესანიშნავ შედეგს. აი და ბოლო კითხვა ზუსტად ამას უკავშირდება, ჩვენ შეიძლება რესურსით შეზღუდული ვართ, რომ ამ ინტერესების თანხვედრას ხელი შეუწყოთ, მაგრამ რა შეგვიძლია ამ მხრივ გავაკეთოთ, ან რა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალოს. აი ამის ბოლო გამოვლინებაზე ერთ ინფორმაციას გაგაცნობ თქვენ და მაყურებელსაც, რომ ვრცელდება ინფორმაცია სტივ ნიკანდროსის მცდელობაზე, ის ადამიანია ფრონტერას ნობილი ტიპი, რომელიც ლობირების რესურსის გამოყენების შედეგადაც მეგობარი აქტის ესე ვთქვათ მიღების პროცესი შეფერხდა. ეს ის სტივ ნიკანდროსია, რომელიც მიმართავს თხოვნით ჯო ვილსონს, რომ შეხვდეს მას და ელაპარაკოს საქართველოს საკითხებზე, თუ რა მისითა და რა ამოცანით ამის პროგნოზირება სირთულეს არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში და ჩემი ბოლო კითხვა ზუსტად ამას უკავშირდება. ზუსტად აი რაც გიორგი მახსენა შეერთებული შტატების ბოლო კომუნიკაციის ფონზე, იმაზე რაც კონგრესში მოვისმინეთ, რა კომენტარებიც მე რეკობახიძემ გააკეთა და ამაზე რა საპასუხო რეაქციებიც იყო ვაშინგტონის პოლიტიკური ისტაბლიშმენტიდან, სხვათა შორის აღნიშნვის ღირსია სწორედ ტრამპის გარემოცვაში მყოფი ადამიანების მხრიდანაც, ხო, საკმაოდ მკაცრი. რა რესურსები ირჩება ახლა ივანიშვილს, რომ სათავისოდ შემოატრიალოს ეს ვითარება და ხელი შეუშალოს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების პოლიტიკის ჰარმონიზაციას და კონსოლიდირებას საქართველოსთან მიმართებაში. თქვენ და მე ხო, ну, ძალიან შეზღუდული რესურსი აქვს. იქიდან მიუხედავად შეიძლება ქართული მასშტაბისთვის ივანიშვილს აქვს
უზარმაზარი ფინანსური, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ რესურსი, რომ აქ აკონტროლოს სიტუაცია, აქ დაიჭიროს ადამიანები, წნეხი კონდეს ვიღაცაზე, მაგრამ ის რომ მან ამერიკულ პოლიტიკაზე, ევროპულ პოლიტიკაზე რეგიონში გავლენა მოახდინოს, ანუ აბსოლუტურად შეზღუდულია მისი რესურსები და მეორეს მხრივ ჩვენ დავინახოთ, რომ სანქციები მის წინააღმდეგ მუშაობს და სანქციების შიშიც კი მუშაობს, სწორედ ამას უკავშირდება ივანიშვილის აქტიურობა შეერთებულ შტატებში, ანუ რეალურად მართლა ამერიკულ-ქართული ურთიერთობების დაალაგება კი არ უნდა ივანიშვილს, რეალურად და საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის კი არ იბრძვის, ის იბრძვის საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისთვის, რაც არის, რომ დაუბრუნდეს ბიზნეს სამყაროს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის არის გარიყული ამერიკული სანქციების გამო. სწორედ ამერიკული სანქციების მოხსნისთვის არის ეხლა ამ სიტყვას ვიხმარ, რომ ჩალიჩობს ივანიშვილი ხან სტივნიკანდროს საშუალებით, ხან სხვა ლობისტური კომპანიების საშუალებით და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ის რომ თან თუ დავაკვირდებით შეერთებული შტატებთან დამოკიდებულება ქართული ოცნების მხრიდან მაინც გაცილებით უფრო მორიდებულია ვიდრე ევროკავშირთან მიმართებაში. ამასაც თავისი მიზეზები აქვს. მარტო იმიტომ არა რომ ეხა ივანიშვილს ეშინია რომ ტრამპმა სპეცოპერაცია არ ჩაატაროს. სწორედ იმიტომ რომ ის სანქცირებულია. ევროპული სანქციები მის წინააღმდეგ რო ადგილზე იყოს ის ასევე იშრომებდა იმისთვის, რომ ეს სანქციები მოეცილებინა და ამის გამო შეეცდებოდა, რომ უფრო რბილი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, იგივე ევროკავშირთან მიმართებაში. ამიტომ გამოსავალი აქ არის იმაში, რომ სანქციები თავის საქმეს აკეთებს და ეს სანქციები უნდა მოვიდეს, ამიტომ ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ვინც ვართ დარჩენილი ზოგადად ქვეყანაში მაქსიმალური ლობირება უნდა გავწიოთ ამ მიმართულებით და აი გიორგი მახსენა იქ მისა რა ქვია სომხეთში პაშინიანის გამარჯვება და უნგრეთში მადიარის გამარჯვება ყველაფრის გარდა კიდევ ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ პაშინიანიც და პიტერ მადიარიც 10-ჯერ აღემატებოდა თავისი ენერგიით, თავისი ასე ვთქვათ საუბრის საშუალებით, თავისი ქვეყნების, ასე ვთქვათ, სოფლების შემოვლით, თავისი კამპანიის ხარისხით, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები სინამდვილეში და ამის ასევე საჭიროა საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ხვალდაზე შეიძლება არჩევნები არ იყოს, ეს აქტიურობა ჩანდეს, რომ ოპოზიციური ლიდერები ხარისხობრივად გაცილებით უფრო მაგრები, ჭკვიანები, საინტერესოები და უშუალოები არიან, ვიდრე ივანიშვილი და მისი მოლაპარაკე თავები. ეს უნდა ჩანდეს ყოველდღიურ რეჟიმში. დარჩა. რას დაამატებდით დავასრულოთ. პრობლემა ჩვენი ქვეყნის ახლა არის ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ემსახურება არა საქართველოს როგორც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გატარებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, კონკრეტული ჯგუფის ინტერესების ლობირებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის გადაქცეული პარტიის საგარეო სტრუქტურის გაგრძელებად და მისი ერთადერთი ამოცანა დღეს არის ფსევდო ლეგიტიმურობის შექმნა, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან, რომ აი ხვდებით, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ნორმალურად არის და მეორეს მხრივ მთავარი ამოცანა არის კონკრეტული ადამიანების გამოყვანა სასანქციო დაძაბულობის ზონიდან. არც ერთი არ გამოსდით, ამიტომ საუბრობთ, რომ მათი საგარეო პოლიტიკა როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის არის სრულიად არაადეკვატური, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის, რა თქმა უნდა, დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება მოვლენები მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ხედავთ, რომ რუსული გავლენები სომხეთში, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, სამხედრო ბაზა არის იქ, სავაჭრო ბრუნვა გაცილებით უფრო მეტი არის რუსეთთან, ვიდრე ჩვენც კი გვაქვს. ჩვენ გვაქვს DCFTA, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან. სომხეთს ეს არ აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, სომხეთმა მოახერხა რუსული გავლენების მკვეთრი შემცირება და საკუთარი თავის პოზიციონირება როგორც ლიდერის სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ალბათ ქართული ოცნების აი ამ არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი დანაშაული, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ყოველთვის კავკასიის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ცენტრი იყო თბილისი. ოცნების პოლიტიკის შედეგად ეს ცენტრი გადადის სამხრეთით და ჩვენ ხვდებით არა მარტო რეგიონის პერიფერია, არამედ საერთოდ ვეთიშებით იმ გლობალურ პროექტებს, რომელიც მიმდინარეობს. ტრამპის სახელობის კორიდორი, რომელიც ჩვენთვის უნდა გამხდარიყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლის და დოვლათის შექმნის გზა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, ორი პორტი.
და კიდევ რა თქმა უნდა ბათუმის სპორტით შეიძლება ვახსენოთ. ქართულმა ოცნებამ ანაკლიის სპორტის მშენებლობა საშველი ვერ დაადგა, დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობები გაიფუჭა და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხვდებით რაღაცა პერიფერია და კავკასიის ცენტრი გადადის ერევანში. ეს არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში. და ამაში არის ქართული ოცნების მთავარი პრობლემა. მადლობა ბატონებო. არც თუ ისე ოპტიმისტური საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ ისტორიის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. და ამ შემთხვევაში ისტორიის დინამიკა საერთოდ მიდის, ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა და გვაგრძნობინა კიდეც სომხეთმა, ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ, ჩვენმა მეგობარმა ერმა და საზოგადოებამ.